გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავწეროთ საუბრები, სადაც ვილაპარაკებთ ყველა იმ რეალობაზე, ვისაუბრებთ ყველა იმ რეალობაზე, რაც მოხდა, რაც ხდება, რაც მოხდება. ანუ ვისაუბრებთ იმ კანონზომიერებებზე, რომელიც არის ამ სამყაროში. და რომლის ცოდნაც ამ ეტაპისთვის ალბათ უკვე საჭიროა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს უკვე საჭიროა. ბევრჯერ მილაპარაკია იმის შესახებ, რომ ჩვენ შევდივართ მეთქი დიდი გადატვირთვის პერიოდში. დიდი გადატვირთვა დაიწყო 2021 წელს. ჩვენ ვერ ვიტყვით ეს ძალიან კარგია, თუ ძალიან ცუდია. მაგრამ ეს აუცილებლად მოსახდენი იყო და ამიტომ როგორც ლაუძი ითხოვდა, გარდუალისთვის არ ახავს ჭმუნვა. ეს არის ცნობიერების ტრანსმუტაციის დასაწყისი. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანმა გაცნობიერება უნდა მოახდინოს ყველაფერს. რაც კი ამ სამყაროშია. ეს არის პერიოდების დიდი ცვლის პერიოდი, ისე დიდი ცვლის დრო. ანუ ერთი ერიდან შემდეგ ერაში გადასვლის ეტაპი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ დედამიწაზე ვიბრაციები იცვლება, რომ მატურობს სიხშირეები. რაც უფრო დაბალია სიხშირეები, ის უფრო დაბალი სიხშირეები, ის უფრო ემოციურად დაბალი განწყობების ან დაბალი ვიბრაციების მოვლენების საფუძველია. ჩვენ ცხოვრობთ მესამე განზომილებაში და გადავდივართ მეოთხე განზომილებაში, ან პრაქტიკულად უკვე გადასულიც ვართ. უბრალოდ მისი შეგრძნებაა მთავარი. რა განსხვავებაა მესამე და მეოთხე განზომილებას შორის? პირველი. თან დროთან განმავლობაში ნელ-ნელა მეხუთეც შემოდის. სამ განზომილებიან სივრცეში ჩვენ ვხედავთ სიბრტყეზე. მესამეს ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ და ამიტომ ნებისმიერი ჩვენი ხედვა სუბიექტურია. ეს იგივეა ძალიან მარტივ მაგალითად რა ვიყოთ, რაიმე ნივთს რო უყურებთ, ჩვენ ხედავთ მას მხოლოდ ერთი მხრიდან. და აღვიქვამთ ერთი მხრიდან და არა მთლიანობაში. რის შედეგადაც ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ აბსოლუტურად სუბიექტურია. ჩვენ არ შეგვიძლია მასზე ყველაფრის თქმა და არ შეგვიძლია მისი დეტალურად აღწერა. ოთხ განზომილებიან სივრცეში, ეს არის ჰიპერკუბის სივრცე, ჩვენ ნივთს მთლიანად აღვიქვამთ. აქედან გამომდინარე, მასზე მეტნაკლებად ბევრად უფრო ობიექტური წარმოდგენა გვაქვს. ასეა, ნელ-ნელა შემოდის სამყაროზე ობიექტური წარმოდგენა. ჩვენ არ გვიცხოვრია და არ ვცხოვრობთ სამყაროს კანონებით. ჩვენ მატერიის კანონებით ვცხოვრობთ აქამდე მთლიანად. ეხლა ნელ-ნელა გადავდივართ იმ პერიოდში, როდესაც უნდა შევიგრძნოთ სამყარო და უნდა ვიცხოვროთ სამყაროს კანონებით. სხვანაირად ვერ გადავალთ და დაღუპვა არ გვწდება. მაღალ ვიბრაციებს, რა თქმა უნდა, ყველა არ გაუძლებს. ყველა ვერ გაუძლებს, ის ვინც ვერ გააცნობიერებს, ვერ გაუძლებს. რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება, მაგრამ ვინც გაუძლებს და ვინც გაიაზრებს ყველაფერს, ის გადავა და მთლიანად შევა ახალ სივრცეში, ახალ განზომილებაში, ახალ შეგრძნებებში, ახალ დანახვებში და ასე შემდეგ რაც კიდე დავარქვათ სახელად, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია, რომ ცხოვრება ახლებული უნდა შემოვიდეს. იმ ძველმა პერიოდმა, რაც მოიტანა, ჩვენ კარგად ვიცით. ჩვენ დამიწებულ მატერიალურ ცხოვრებას ვეწეოდით ძირითადში. უმთავრესი ჩვენთვის იყო მატერიალური სივრცე, მატერიალური მოთხოვნილებები, მიწიერი მოთხოვნილებები და სწორედ ამ მოთხოვნილებებმა მიგვიყვანა და მისი დაკმაყოფილებისთვის ბრძოლა მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. შეიძლება ბევრისთვის ეს დიდი სიამოვნების საგანი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კაცობრიობა ჩიხში შეიყვანა. ამას ვხედავთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით.
ძალაუფლების სურვილი, ბევრი მატერიალური მოხვეჭის სურვილი, ცხომის პოზიცია, ასე რომ ვთქვათ. სამყაროს თავის კანონები აქვს. ის სივრცეება და დაყოფილი არ არის, ეს ერთიანი სივრცეებია, ერთიანი სივრცეა. ჩვენ უბრალოდ მას მთლიანად არ განვერჩევით, ჩვენთვის ის დაყოფილია, რადგან ის მხოლოდ ჩვენს გააზრებაში და ჩვენს ცნობიერებაშია, ისიც ყველასი არ ნაწილობრივ. ეს ყველაფერი მატერია ამ სამყაროში, უბრალოდ ის არის სხვადასხვა სახის მატერია. არსებობს უფრო უხეში მატერია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. გრავიტაციული ველის მატერია შეიძლება ესე დაერქვას, შეიძლება კრისტალიზაციული ველის მატერია დაერქვას. არსებობს უფრო ფაქიზი მატერია, ელექტრომაგნიტური ვიბრაციების უფრო ფაქიზი მატერია. და არსებობს მენტალური იგივე ინფორმაციული ველის კიდევ უფრო ფაქიზი მატერია და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა მატერია, ამიტომ სიხშირეა და ის რეალურად არსებობს. ის რომ მაგალითად ჩვენ რადიო ტალღას ვერ ხედავთ, ეს არნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ის არსებობს და გარკვეული ტექნიკური საშუალებები ჩვენ მისი მოსმენა შეგვიძლია. ასე არსებობს ყველა ვიბრაცია. რადიო ტალღის ვიბრაცია როგორც უფრო ფაქიზია, ვიდრე მაგალითად ამ მაგიდის ვიბრაცია, რომელთანაც მე ვზივარ და რომელსაც ჩვენ ვექნები და ფიზიკურად შევიგრძნობ და აღვიქვამ. ეს არნიშნავს, რომ ის გამო ის არ არსებობს. მაგრამ ჩვენ მასაც ვიქებთ, იმიტომ რომ ჩავთავ რადიოს და მესმის ის მუსიკა, რომელიც გამოიცემა რადიო ტალღიდან, ჩავთავ ტელევიზიას და ვუყურებ იმ გამოსახულებას, რომელიც გამოიცემა ეთერით და რომელსაც ხედავ. ეს ვიბრაციაც მატერიალურია, ოღონდ უფრო ფაქიზი მატერიაა, ვიდრე ჩვეულებრივი ჩვენი მატერია. ეს სამყაროს ერთ და იგივე კანონები მართავს. ჩვენ ვისაუბრებთ ამ კანონების შესახებ. დღეს არა შემდეგ საუბრებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხნის და ბევრი სასაუბრო იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მტერის ვიბრაციის შესახებ, ვისაუბრებთ მენტალური და ასტრალური სივრცეების შესახებ, რა ხდება, რატომ ხდება, რატომ არის რასაც ვაკეთებთ ყველაფერი წინ ხდება და ასე შემდეგ და როგორ ვანგრევთ ჩვენ თვითონ ამ სამყაროს ხშირ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ სამყაროს პირველ რიგში. სამყარო ჩვენგან თავს იცავს, ჩვენი უარყოფითი მნებებისგან, ემოციებისგან. და რატო გვემართება ის, რაც გვემართება. ყველაფერი ამის შესახებ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, საინტერესო საუბრები გამოგვივა. ამ ეტაპზე უბრალოდ მოკლედ გეტყვით. სამყაროს თავისი მორალი და თავისი ეთიკა აქვს. შეიძლება ასეც ითქვას. ის თავისებურად არის აგებული და იმ აგებულების პრინციპის მატერიალური გამოვლენა ვართ ჩვენ ადამიანები და მთლიანად სიცოცხლე დედამიწაზე. და იგივე კანონებს ემორჩილება ეს ყველაფერი, რასაც ემორჩილება იქ თვითონ სამყაროში რაც ხდება, თუნდაც ინფორმაციის შექმნის პოზიცია, თუნდაც ფერის, თუნდაც ფორმის და ასე შემდეგ ყველაფრის აბსოლუტურად. სამი მთავარი ეს არის პირველი სიყვარულის ვიბრაცია, უმაღლესი ვიბრაცია, რომელიც ეთიკურ სამყაროს საწყისია და სამყაროს ეთიკურ მოავლის არსებობის საფუძველია, ასე რომ ვთქვათ, მთლიანად. მეორე ეს არის სიბრძნის პოზიცია, იგივე ენერგია, ესაც რა თქმა უნდა, ეს არის ენერგია, სადაც სიბრძნე რას ნიშნავს, ეს არის წინააღმდეგობათა გარეთ დგომა და იქიდან ხედვა ყველაფრის, ანუ ეს არის სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგომა და იქიდან დანახვა ყველაფრის. იმიტომ რომ ეს არის პირველი დუალიზმი, პირველი ბიპოლარული ასპექტი, ასე რომ ვთქვათ, სადაც სიკეთე და ბოროტება, სადაც დღე და ღამეა, სადაც პლუსი და მინუსია და ასე შემდეგ. მოძრაობა კიდე სწორედ ამ წინააღმდეგობათა ერთიანობაში დევს. და მესამე საფეხური ეს არის ზომიერება. ზომიერების გარეშე მატერია ვერ შეიქმნება, სიცოცხლე ვერ შეიქმნება, ვერაფერი ვერ შეიქმნება ამ სამყაროში. იმიტომ რომ ყველაფრის ამ სიყვარულის მატერიალიზაცია სწორედ ზომიერებაში დევს. სიბრძნის მატერიალიზაცია ზომიერებაში დევს. ჩვენ თავიდანვე
ისე გავიზარდეთ, რომ თუ არსებობს სიბრძნე, ისა სიყვარული, მაშინ არსებობს სიძულვილიც. არანაირი სიძულვილი არ არსებობს. სიძულვილი ეს არის სიყვარულის არყოფნა და არა როგორც ცალკე ერთეული. სიყვარულის უარყოფა, მის წინააღმდეგობა ეს არის სინამდვილეში პატივმოყვარეობა და არა სიძულვილი. ასევე სიბრძნის უარყოფა სიბრიყვეა. ხოლო ზომიერების სიხარბე. აქედან გამომდინარე, სიყვარულის პროფანაცია თუ გვაძლევს პატივმოყვარეობას და სიბრძნის პროფანაცია სიბრიყვეს, გამოდის, რომ ჩვენ ვიქცევით ისე როგორც პატივმოყვარე ბრიყვები. და სწორედ აქედან არის ის სიხარბე, რითიც ვანადგურებთ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ, იმ ადამიანურ გარემოს პირველ რიგში და მე შემდეგ მთელ სამყაროს. იცით, გარკვეულად Ничем не თქვა, земля имеет оболочку, и эта оболочка есть полезная, которая называется, например, человеку. გარკვეულად ამათყოფობად ვიქეცით, იცით, პარაზიტებივით. როგორც სიმსივნე აკეთებს ხოლმე, რომ როგორც კი გაჩნდება, იწყებს ჭამას თავის გარშემო. მთელი გარემოსი და მანამდე სანამ არ მოკვდება ეს გარემო და თვითონაც არ მოკვდება მასთან ერთად. ასეთ ჭამთ ყველაფერს და ვიკლავთ თავს პრაქტიკულად. ალბათ ამისათვის საჭიროა გავიგოთ როგორაა მოწყობილი სამყარო და როგორ ვართ მოწყობილი ჩვენ. ისე როგორც მთელი სამყარო ვიბრაციებია, ასევე ჩვენც ზუსტად ესეთი ვიბრაციები ვართ, სიხშირეები ვართ. მეტი არაფერი. აბსოლუტურად. ფანტასტიკურად თქვა პითაგორამ, ღმერთი დიდი მათემატიკოსი იყო. ასევე ფანტასტიკურად თქვა სოლომონ ბრძენმა, ღმერთმა სამყარო შექმნა თვლით, ზომით და წონით. თვლა, ზომა და წონას ყველაფერს ციფრი განსაზღვრავს, რიცხვი განსაზღვრავს. ამ ვიბრაციას. ასევე ადამიანს აქვს ეს რადგან ვიბრაციები, ამასაც გააქვს თავისი რიცხვები. ისე რომ ნებისმიერი ადამიანი იბადება გარკვეულ მატრიცაში. ეს მატრიცა აღწერს იმ საშუალებებს, რაშიც შეუძლია თვითონ ადამიანმა იმოძრაოს და რა დონეზეც შეუძლია უკეთოს რეალიზება თავის არსებობას. მაგრამ იმის გამო, რომ დუალისტური მთელი სამყარო, ასევე ადამიანიც ესეთია. ბინერული პრინციპით მუშაობს. ადამიანი შეიძლება ამ მატრიცის ფარგლებში ჩაჭდეს გარკვეულ სიტუაციაში, მაგრამ სხვა სიტუაციაში, ექსტრემალურ სიტუაციაში მთლიანად შეიცვალოს და უცბად ეს მატრიცა სხვანაირად გადალაგდეს და სხვა ფორმა მიიღოს. აქედან გამომდინარე შესაძლებლობათა მასშტაბი იცვლება, რა თქმა უნდა. ასევეა ერი. და ასევეა მთლიანად დედამიწა. ვინ ვართ ჩვენ, რა არის ერი და რა არის ვაფშე თვითონ დედამიწაზე მთელი კაცობრიობა, ხო? ჩვენ ეს ჩვეულებრივი პირამიდასავით ვართ. თითოეული პირამიდის წვერში ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ რომელიღაცა კუთხის შვილი. რა თქმა უნდა, ეს კუთხე მთლიანად რომელიღაც ერის წარმომადგენელია, ანუ რომელიმე ერის შვილი ვართ. ჩვენი საფუძველი ერია, მაგრამ ნებისმიერი ერი თავისი რასის შვილია. ნებისმიერი რასა თავისი მთლიანად კაცობრიობის ნაწილია და წარმომადგენელია. ეს ყველაფერი მრავალფეროვანია. მთელ დედამიწაზე იმდრო უამრავი ერი არსებობს. და ახლა რასაც საკმაოდ ბევრია. რადგან ესეც როგორ არის ეს მინდორი ფერადი ყვავილებით რო არის შეღებილი ისია. და ნებისმიერი ერთი ფერი რო ამოვარდება, ხშირად ეს მინდორი თავის ცოტა უფრო უღიმღამო ხდება, მეტი არაფერი და წარმოიდგინეთ, რომ მთლიანად მინდორი სულ ერთ ფერში რო იყოს, ან ყველაფერი რო სულ ერთ ფერში იყოს, აინახავთ რამეს ვერაფერს აბსოლუტურად და ძალიან უინტერესო იქნება რა. ჩვენ მივდივართ იქით, რომ ვცდილობთ, რომ ყველა ერთმანეთს დავამგვანოთ. თითოეული ადამიანი და მთლიანად კაცობრიობა. როგორ ფიქრობთ ეს იქნება ადამიანი?
და ესენი იქნებიან ზოგადად ადამიანები, როცა ყველა ერთმანეთს ემგვანება. და იქნება საინტერესო ესეთი კაცობრიობა, ან ესეთი სამყარო. ეს უკვე ერთფეროვანი მასა რაღაცა საშინელება. არა და აქეთკენ მიდის კაცობრიობა. დღეს ეს უნდათ რომ გააკეთონ. ამ ყველაფერზე მოგვიწევს საუბრები. მე ვფიქრობ საინტერესო იქნება, მაგრამ საინტერესო არ არის მთავარი. მთავარია რომ ან რაიმე შედეგი მოგვცეს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავერკვეთ. ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვდივართ? სად ვართ და საით მივდივართ? აი ამას მიეძღვნება ყველა ეს საუბრები. დღესდღეობით მგონი საკმარისია და დიდი მადლობა. შემდეგი საუბრები ალბათ უფრო დიდი იქნება.